საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც გენერალურ დირექტორ გიორგი ბარათაშვილს პოსტი დაატოვებინეს ამ წუთებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსჯელობენ. არასამთავრობოები და ექსპერტები პეტიციის ტექსტზე მუშაობენ. ნათია სონღულაშვილი ესწრება ამ შეხვედრას. ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ნათია, რა სიტყვობენ შეხვედრის მონაწილეები კონკრეტულად რომ გითხრა? შეხვედრის მონაწილეები ბორდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებენ პოლიტიკურს და ისინი მოუწოდებენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რომ დაასაბუთონ დეტალურად თუ რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მიმართავენ პარლამენტთან, რადგან დაუყოვნებლივ მოხდეს კანონში ცვლილებები და მოხდეს ბორდის შემადგენლობის დათხოვნა. ასევე შეხვედრის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გიორგი ბარათაშვილი აღადგინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბორდი იღებს, თანის ბორდი, რომელიც იკვებება საზოგადოების ფულით, კეთილი უნდა ინებოს და კარგად ახსნას საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლები. მეორედაც უპრინციპ რა არის, მე ვფიქრობ უხერხულობასთან აქვს საქმე. მეორედ, მოკლე დროში არჩევნების პერიოდში ცვლიან გენერალურ დირექტორს. როგორც ჩანს, სურთ სიტუაციის დაძაბვა წინ არჩევნების პერიოდში, რომ საბოლოოდ კიდევ ერთი შეფასება ნეგატიური კუთხით შევიდეს არჩევნების შედეგების საბოლოო შეფასების დასკვნაში. ეს კეთდება მიზანმიმართულად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შევიმუშაოთ პეტიცია და მივმართოთ საქართველოს პარლამენტს იმისათვის, რომ დაიწყო პროცედურები და არჩევნებამდე იქნას შეცვლილი ბორდი, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის პოლიტიკური გავლენა პირველ არხზე. ეს იქნება არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. გენერალური დირექტორის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ბორდმა გუშინ მიიღო და ახლა დირექტორის მოვალეობას ბარათაშვილის პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე ასრულებს. მადლობა ნათია, ეს ნათია სონღულაშვილი იყო.